საღამოშვიდობის ბევრმა არ იცის, რომ ეს ცნობილი კადრი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში ქალმა ფოტორეპორტიორმა გადაიღო. ამ გადაცემაში ლელი ბლაგონრაბოვას გადარჩენის ამბავი უნდა მოგიყვეთ. გადაცემას ტრადიციულად წარმოგიდგენთ PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. მე გიორგ ღობერიძე ვარ და გიყვებით ქალზე, რომელიც რუსეთის საომარ მოქმედებებს გადაურჩა. ცეცხლში გახვეული ქართული სოფლები ფოტოფილმზე ასახა. ჩვენ სტუმარს ლელი ბლაგონრაბოვას უკვე წლებია ომის ფოტოგრაფის სახით იცნობენ. თუმცა ის 90-იანი წლებიდან რეპორტიორია. საქართველოს მეორე და მეოთხე პრეზიდენტების ადმინისტრაციაში მუშაობდა და ბევრი ისტორიული კადრის ავტორია. მაგრამ მთავარი იყო მაინც 2008 წლის აგვისტოს ომი, სადაც ჯერ ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძოდა, მერე კი უკვე მენტალური გადარჩენისთვის ბრძოლაც მოუწია. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. თქვენ ამბობთ რომ აგვისტოს ომმა 10 წლის სიცოცხლე წაგართვათ. კი ბატონო. ვეთანხმებით ამ სიტყვებს. მეტი მოგვიყევით, აბა ამის შესახებ. როგორი მომზადებულიც არ უნდა იყო ესეთ სიტუაციაში, დაუშვათ ბევრი ქონდეს წაკითხული, ნანახი, ესე ტელევიზორში ან მოსმენილი, როცა ფიზიკურად ხვდები იმ ადგილას, კიდევ სხვა ბრძოლები გეწყება. 10 წელს იმიტომ ვამბობ, რომ სულ სხვა ფიქრით და სხვა აზრით ვიყავი წასული ომში და რომ ჩამოვედი, სულ სხვა ადამიანმა გავიღვიძე. გულისხმობ, ძალიან უცბად მომიწია ესეთი რაღაცების დანახვა და ესეთი მომენტების შეგრძნება, რომელიც ადრე არ მქონდა დაფიქრი. ძალიან შემცვალა ბევრმა კადრმა ჩემ ცხოვრებაში, კი. და ძალიან დიდი შრომა დამჭირდა შემდგომ პერიოდშიც, რომ ეს 2 დღე რაღაცნაირად, ჩემი ომში ყოფნის 2 დღე, ცოტა ხანი რაღაც პერიოდებით არ მიფიქრა. იმიტომ რომ ალბათ არ გადის მაინც არც ერთი დღე, რომ რაღაც მომენტში სადღაც წამიერად მაინც არ დაუბრუნდე იქითკენ. 90-იან წლებში თქვენ უკვე მუშაობდით ამ პროფესიით. არ გქონდათ მანამდე აი ამ კონფლიქტურ ზონებში მუშაობის გამოცდილება? კი, ძალიან განსხვავებულია სხვათა შორის ომი და კონფლიქტური ზონები. ახლა გულისხმობ გეტყვით რას. კონფლიქტები არ გვაკლდა ქვეყანაში, ეს შეიძლება ყოფილიყო საზღვარზე ჩამოვარდნილი და მაგალითად ბომბი იქაც მივფრინავდით, მივდიოდით, ვიღებდით. ასევე ჩეჩნეთიდან ჩამოსული ტოლვილები პანკისის ხეობაში 2000 წლის დასაწყისში, იქაც მუდმივად ვიყავი ჩასული. ეს არის კონფლიქტური ზონები, ადგილები, სადაც ასე თუ ისე სანამ შენ ჩახვალ, კიდევ რაღაცები რეგულირდება. იყო მაგალითად რაღაც აჯანყებებიც მომიწია გადაღება, მაგრამ ომი აღმოჩნდა სულ სხვა გარემო. მაგას სხვა მასშტაბში იყო ეს. თავის წესები აქვს ომს, როგორც გადაიღო ერთია და როგორ იმოქმედო კიდევ მეორე და ორივე შემთხვევაში ჯარი და ჯარისკაცი არის თავარი, მაგრამ მას უნდა მოусმინო აუცილებლად. უნდა იცოდე ადგილები, სადაც შეგიძლია შეხვიდე, სადაც არ შეიძლება. რომელი საზღვარი შეიძლება გადაკოწო და რომელი არა. ყოველთვის ნებართვა გჭირდება, ნებართვა. ერთი მომენტი მქონდა გორში, როცა ვიღებდი პირველი ბომბი რო ვარდება, წესი ესეთია, სადაც ჩამოვარდება, იქ უნდა უწახვიდე, გადაიღო ის ადგილი. ძალიან მოკლედ ვთქვი, მაგრამ ძალიან დიდი პროცესია. მახსოვს პირველი ბომბი რო ჩამოვარდა გორში, რა თქმა უნდა, ეხლა ოფიცერი და გავიქეცი, მივდივარ და მიახლოებით ზომავ, სად შეიძლება ეს ოპერიყო, სოფლებზე არა, გორის დაბომბვაზე უკვე 2008-ში. ხიდზე გადავედი და მახსოვს ჩამოვარდა მეორე ბომბი და ზუსტად ერთი ჯარისკაცი ესე დამაწვა უკრინიდან და ესე იგი მიწაზე დამაგდო და ზედ დამიცვა. დამიფარა და მითხრა რომ ჩქარა გადადია უკან ანუ ხიდზე, იმიტომ რომ პირველი რაც შეიძლება მოხდეს ეს იყოს ხიდები დაიბომბოსო და მე ვეღარ მოახერხა უკან გადასვლა. ეს პირველი გადარჩენა 2008 წლამდე გქონდათ თუ 2008 წელს? კი, ხო და ეგ არის რომ მთელი ჩემი ცხოვრება იყო სულ გადარჩენა რა. ფრენები მქონია ხშირად თვითფრინავით, რომელიც არ შეიძლებოდა აფრენა იმ პერიოდში თვითფრინავის
მაგრამ მე ყოფილი ვარ, იმიტომ რომ ეხლა მე არ მინდა არნიშნე, ამდენი ხალხი წავედი, მოკლედ ესეც კონფლიქტურ სიტუაციებში ხშირად იყო. ყოფილა მომეწერია ხელი საბუძო, სადაც მithქვამს, რომ სრულად ჩემ თავზე ვიღებ, ჩემ თავზე პასუხისმგებლობას. თუ რა მომივა, სად იყო მაგალითად? ეს იყო ერთ-ერთი ომალოში იყო, ერთ-ერთი ბომბის ჩამოვარდნის დროს, 2000 წლების დასაწყისი იყო. მახსოვს გავფრინდით მაშინ მოვაწერე ხელი, რომ ჩემ სრულად ჩემ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას და ეს უკვე ნიშნავს ხო, კი. და ძალიან ხშირად გამიკეთებია ეგ და ალბათ ხშირად ვიზამ კიდეც, ანუ ეგ. რატომ? იმიტომ რომ უკვე ბევრჯერ გადარჩით და არა, რაღაც არ მაქვს ეგ შეგრძნება. შიშისაც რას ნიშნავს არ ვიცი. ჩემს მიმართ შიში. რაღაც თითქოს არ მაქვს ეს. საკუთარ თავზე. იცით რატო? იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე ამ წესების დაცვა უნდა იცოდე. უნდა იცოდე რაღაც ლიმიტი, სად არის, სადამდე შეგიძლია შეხვიდე სადღაც. ომის გადაღება არ არის მაინც და მაინც საბრძოლო ანუ ავტომატის ან ასეთი რაღაცების გადაღება. ომი არის ადამიანები ყვებიან ომზე ყველაზე მეტად, საერთოდ თუნდაც ეს ფოტო რომელიც დავუშვათ ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ დასაწყისში გადაცემის, ეს ფოტოც ომის შედეგია. და ამიტომ ეგ არის რაც ჩვენში აღძრავს ემოციებს და რეალურად გვანახებს სურათს სხვანაირად. ამ ფოტოზე მინდა აუცილებლად გკითხოთ, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომში წასვლის გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ? დაძაბულობად კადრმან და იცით რა, რაღაცა ეს პროფესია რაც მე მაქვს, ფოტოჟურნალისტიკა, ფოტორეპორტიორობა, ესე რა თქვა, ეს არ არის უბრალოდ რაღაცა ნასწავლი პროფესია. ფოტოგრაფიას ვერ სწავლობ, ეს რაღაც გამორიცხული ამბავია, ეს ან ხარ, ან არ ხარ. და ეს როგორც დავუშვათ ალბათ ექიმსაც ან ხარ ექიმი ან ამდენიც არ უნდა ისწავლო თუ არა არ ვიცი მე ვიკავანთ ესე ტექნიკურად შემიძლია გასწავლოთ როგორ უნდა გადაიღოთ მაგრამ კიდე რაღაც სხვა აი ეს შინაგანი ტოვა სხვა სკილები გჭირდება რომ შენ რეალურად როგორც გავიგე ომის შესახებ გავიგე ხა ესე კი არავის არ გამოუცხადებია ესე მახსოვს მაგრამ რომ გავიგე რომ დაიძაბა სიტუაცია მე მივხვდი რომ ეს სახში ეხლა რა მინდა აქ იქ უნდა ვიყო იმიტომ რომ ეს არის ჩემი პროფესია პირდაპირ მნიშვნელობით და პირველი რაც გავაკეთე აი გადარჩენასთან ისე სულ მაგ წრეზე ვბრუნდებით არის ის რომ პირველი რაც გავაკეთე გამოვცვალე პირადობის მოწმობა ანუ ვადა ქონდა გასული ამ პირადობის მოწმობას ახლა მოგიწ ცოტა არადეკვატურად მოვიქეც მესმის რომ ვადა გასულზეც მაგრამ პირველი რაც ვქენ ეს იყო რომ ერთ დღეში გამომოცლებინა პირადობის მოწმობა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მე რო წავიდოდი ომში, შეიძლება ვერ ჩამოსულიყავი და ჩემი იდენტიფიცირება უნდა მომხდარიყო საბუთით. გასაგები. და ეს იყო პირველი რაც გავაკეთე. ანუ გააზრებულად წავედი არ ესე კი არ მქონდა რომ მე ვეღარ ჩამოვალ ესეთი მაგრამ და თქვა უნდა დიდი შანსი იყო რომ ვერ ჩამოსულიყავი, კი. თქვენით წახვედით, ანუ თქვენი სრულიად ჩემი წავედი. საერთოდ ყველგან ჩემით დავდივარ მარტო უმეტესწილად, იმიტომ რომ მან ბევრი ნიუანსია რატო ჯობია რომ შენით წახვიდე და არა დავუშვათ რაღაც კონკრეტული სამსახურით. მაგრამ მეტად თავისუფალი ხარ. თავისუფალი, მანევრირების მეტი საშუალება. მეტი საშუალება გაქვს ერთი. მიუხედავად იმისა, რომ სამსახური წასვლა ჯობია იმხრივ რომ კიდე რაღაცა მოგიგوارებს თვითონ გეგმიურად. უსაფრთხოებაში იდეაში დიდად არ გავსხოვდებით მე და სამსახურიდან წასულებ, მაგრამ სამსახური მაინც ცდილობს რომ რაღაცნაირად გითხრას და გიგეგმოს რაღაც გააკეთო და მეტი ინფორმაცია. შენ ხარ შენი თავის პროდიუსერიც, ჟურნალისტიც, ფოტოგრაფიც, ყველაფერი შენ ხარ. მარტო როცა ხარ, მაგრამ სამაგიეროდ შემდგომ გაქვს ძალიან მარტივად, ესე რომ ვთქვათ, ამ ფოტომასალაზე, რომელიც შენ თვითონ გადაიღე. ექსკლუზიური უფლება ხო? ექსკლუზიური უფლება, კი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი რომ ჩახვედით გორში. რა ემოცია დაგეუფლოთ? გარდა იმისა, რომ ხო, უნდა გადაიღოთ. გორში რომ ჩავედი, ჯერ გამიხარდა რომ ჩავედი, იმიტომ რომ ესეთი მარტივი წასასვლელი არ იყო. ზუსტად, აი რომ ჩავედი, პრეს-ცენტრი იყო მოწყობილი მაშინ და იქ იდგნენ ფოტოგრაფები, ანუ ჟურნალისტები და პირველ რომ ჩავედი, რომ დავინახე ეს ხალხი. უი მეთქი რა ხდება თქო ესე ვიკითხე რა და აი ამ დროს გადმოიფრენა თვითფრენავმა და უკვე ჩამოყარა ბომბები და აი ეს ხდებაო მითხრეს და მაშინ იმ მომენტშივე მივხვდი რომ სხვაგან მოვხვდი და მაგრამ აი მაშინ გრძნობ რომ საერთოდ მთელი შერი მომზადება
ფიქრი, ემოცია იმ მომენტში ესე რომ განოლდა, დრო გაჩერდა. ოღონდ პირდაპირ ამ სიტყვას, აი დრო ჩერდება. იცით როგორ? თავისი აი ტელევიზორს რომ დაუწიო ხმა და slow motion-ზე რომ ჩართო. ანუ რაღაცები ხდება შენს ირგვლივ, რომელსაც არამც თუ შენ აკონტროლებ, საერთოდ ვერ ხვდები რეალობაში მოხდი თუ არა. იმიტომ რომ შენზე არაფერი დამოკიდებული არ არის, შენ ხარ რაღაცა თითქოს მაყურებელი. და მონაწილეც ხარ ამავდროულად. და სხვათა შორის ეს 2 დღე, აი ეს რაღაცნაირი ომის სიჩუმე და შემდგომ მე ეს სიჩუმე, როგორ სიჩუმეს რას გულისხმობს, ჰაერი თითქოს მძიმდება და თითქოს ბგერები შენ სირგვლივ რომელიც ხდება, რაღაცნაირად ესე მუთით ხდება, ანუ ჩუმდება. და რაღაცა თუ უფრო აქტიურად გესმის, იმ მომენტში საერთოდ არაფერიც აღარ გესმის. და მე რო ჩავედი, ეხლა ვიყავი წელს დასაწყისში უკრაინაში, ზუსტად ეგ შეგრძნება იყო მთელი ყოფნის დროს. აი ეს არ ვიცი რასთან არის ასოცირებული, მაგრამ ალბათ უფრო იმასთან რომ მეტად უფრო ყურადღებიანი ხდებით, უფრო კონცენტრირებული არ ვიცი რაღაც ხდება ტვინში, როცა შენ გრძნობ, რომ აი ამ სიმძიმეს, რაღაც ესეთი ემოციურ სიმძიმეს და რაღაც ძნელად მოძრაობ თითქოს რა. ეხლა წარმოვიდგინე ეს სიტუაცია, რომ ანუ ეს ბომბდამშენი დაფრინავს, ბომბავს, სოფლებს, ქალაქებს, ანუ იცით რა განსთამიჯდება, თქვენ ამ დროს თვითგადარჩენაზე ფიქრობთ? არა საერთოდ. ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე რომ ჩამოვედი. ძალიან ბევრი რაღაც არ მქონდა მანამდე გააზრებული კი ანუ არც ვიცოდი. მიუხედავად რომ გამოცდილება მქონდა უკვე კონფლიქტურ ზონებში მუშაობის. ხო, მაგრამ თქვენ აღიქვე კონფლიქტურ ზონებში მუშაობა და ომი არის ვიცი. რა ხდება? მე მინდა რომ თქვენს ძალიან ცნობის სურათს დაუბრუნდეთ და მთხოვ რომ გადაცემაში ახლა ეს სურათიცაც ჩვენ იმავდროულად აქ არის ქალი რომელიც ცეცხლის ფონზე ითხოვს შველას. ეს ძალიან ცნობილი კადრია. და როგორ გადაიღეთ? ჩვენ სიმპტომამ უფრო ჩვენ 2008 წელს უკვე 8 აგვისტოს რომ გორის დაბომბვა რომ დაიწყო პრეს-ცენტრიდან ჩვენ ვიყავით ესე იგი მე გიორგი აბდალაძე და ისე მიჭირს ხოლმე აც გადაცვლილი ზურა ხურციკიძე ანუ სამი ფოტოგრაფი ვიყავით გიორგის მანქანით და ჩაჯექი გავიქეცით სადღაცამდე მივედით. მე ფეხით ვიარეთ ბევრი, მე და ზურას გვაქვს მიახლოებითი ტერიტორიის ფოტოები. ზურა მაშინ საერთაშორისო აგენტოზე მუშაობდა. მე დამოუკიდებლად ჩემთვის ვიყავი. და გზას ავუყევით, ამ გზაზე რო ადიხარ, ქალბატონი გადავიღეთ, რომელსაც შემოხეული ქონა ტანსაცმელი და თავის დააფარებდა. ეს დამტრეული შუშები ფანჯრის ეს მიდიხარ ეს ხმები გესმის და უკვე აი რომ უახლოვდები მადილს სადაც ბომბი ჩამოვარდა ხედავ დამტრეულ ფანჯრებს დადიხარ ამ დამტრეულ ფანჯრებზე შემდგომ შევედი და ხედავ რომ გამოჩნდა შენობა რომელსაც უკიდია ცეცხლი იღებ შემდგომ დაიხედები ქვევით, აქეთ ადამიანი წევს შეშინებული თუ უკვე რაღაც პრობლემა აქვს, მახსოვს მოხუცებული ქალი იწვა და პურზე იყვნენ გასულები და ესეთ პურით ხელში დგა ეს თავზე ალბათ მეუღლე, ეს ასაკში იყო ეს ხალხის ქალი იწვა ესეც გადავიღე. მე ისე მოძრავ გავიარე ცოტა წინ გზა, აქეთ ქალბატონი იწვა წითელი სახლის ტანსაცმლით, რომელიც გარდაცვლილი იყო, მაგრამ ამასობაში ამ ქალბატონს რო ვიღებდი, უკვე მოვიდა სასწრაფო მანქანა და სამხედროებს საკაცეთი შეყავდათ. აქეთ მოვტრიალდი და უკვე დავინახე ეს სცენა და ამასაც უკვე უბრალოდ იღებ. მიდიხარ, იღებ. მე გავედი ცოტა წრეზე წრიულად. ეხლა ჩვენ რომელი ფოტოც გვაქვს ნანახი, აქ არ ჩანს უკან გარდაცვლილი ადამიანი წევს, კაცი, რომელსაც აღარ ჩავუღმავდები დეტალებში, მოკლედ არა იდენტიფიცირებადი იყო, მაგრამ ეს ქალბატონი, რომელსაც არ ქონდა ხმა, ანუ ესე კი არ გესმოდა რომ იძახდა რაღაცას. უბრალოდ პირს აღებდა და შველას გთხოვდა. ამას იღებ. არა, თან როგორ რაღაცა იცით, რომ ვერც შველი, იმიტომ რომ მე არ ვარ ექიმი, ზუსტად ვიცი რომ არ ვარ და გადავიღე. და უკვე რომ მოვბრუნდი, ბიჭობა დაიძახეს, რომ ჩქარა წავედით თბილისში, იმიტომ რომ მასალა იყო უკვე გასავრცელებელი, იმიტომ რომ იქ უკვე ინტერნეტის პრობლემები ჩნდებოდა ასე შემდეგ და მახსოვს რომ ჩავჯექი მანქანაში, უკვე ძალიან დიდი საცობი იყო უკვე გზაზე.
არა ჩვენ გამოვასწარეთ, ჩამოვედით თბილისში და მან დაიწყება უკვე მეორე სერია. სანამ აქ მეორე სერიამდე მივართ, ამ თქვენ მაგ კადრისთვის ღირსების ორდენიც გამოგეცათ, მაგრამ რა ემოცია დაგიტოვათ, ანუ გაგყინათ, აი თქვათ, უბრალოდ მე ეს პროფესია არ მაქვს ისე არჩევი, რაღაცნაირად ესე ვთქვათ, ამ პროფესიამ უფრო მიპოვნა მე მგონი, იმიტომ რომ მანამდე ეს ისე როგორც შენ საქმეს აკეთებ, აი όσο შენ საქმეში ხარ ჩართული, ძალიან ბევრ რაღაცაზე არ ფიქრობ, მაგალითად რასაც სხვა პროფესიის ადამიანები ვეძახით შიშს. ანუ მე ხო იმიტომ არ წავსულვარ მანდ რომ ღირსების ორდენი ამეღო 10 წლის შემდეგ. მე მანდ წავედი, იმიტომ რომ ჩემი საქმე იყო იქ ყოფნა. არა მარტო როგორც საქმე, იმიტომ რომ მე რადგან ფოტოგრაფი ვარ, არ გამოვყოფ სხვა ადამიანებისგან რაღაცა მოქალაქეობრივი ვალიც იყო თითქოს რა, იმიტომ რომ მგონია რომ იქ უნდა იყოს, სადაც იმ მომენტში ქვეყანა ჭირდებოდა. შენ რა პროფესიის იქნები, ამას დიდი არსებითი მნიშვნელობა არა. დანარჩენი უნდა აკეთო საქმე, ჩასული ხარ, უნდა გააკეთო საქმე და როცა შენ ჩართული ხარ მაქსიმალურად შენს პროფესიაში, რაღაცებზე აღარ ფიქრობ მერე, როცა შენ თავთან უკვე მარტო რჩები ამ გარემოდან ცალკე. იქ იქნებოდა ალბათ ბევრი ისეთი კადრი, რომელიც შეიძლება ვერ გადაიღეთ. კი, არის რაღაცები, რაც ვერ გადავიღებ. რატო ვერ გადაიღეთ? იმიტომ რომ მივხვდი რომ აი რაღაც იყო ესეთი მომენტი რა რომ ეს იყო 2007 წელს 2008 წელს 7 აგვისტოს იყო, ბოსოფლები დაიბომბა და მე ვნახე ჩვენი ჯარისკაცები რომლებიც ბრუნდებოდნენ საომარი ლოკაციიდან აქ ქალაქისკენ, სადაც უკვე ჩვენ ვიდექით. ავიღე კამერა, მართლა ავიღე კამერა და უნდა გადამეღო, მაგრამ ერთმა ბიჭმა, ერთმა ჯარისკაცმა ისე გამომხედა. კი არ შეეძლო, კი არ უთქვამს რომ არ გადაიღო, არც ქონდა ეგეთი საუბარი, ანუ არც მანქანამ ჩაიარა. მაგრამ ისეთმა გამომხედა ამ ბიჭმა და ნაბრძოლები იყვნენ ეს ბიჭები ყველამ, რომ ეს კამერა რო ავიღე, მივხვდი რომ მას ვეხებოდი პირადად. ანუ არის რაღაც შეგრძნებები გაქვს, როდესაც ხვდები რომ აცნე და არ უნდა გადაიღო, ალბათ პატივი ვეცი მანდ. აი, არ ვიცი ის როგორ რაღაცა არის, აი უთ არ გადავიღე რა. მაგრამ ისეთ ადამიანებთან, შეიძლება სხვა კადრები დამავიწყდეს. მაგრამ აი ეს კადრი როცა ავიღე და არ დავაჭირე, რელაქს ხელი ეხლაც მახსოვს. ეს ბიჭებიც ეხლაც მახსოვს, მაგრამ მეხსიერებაში. მაგრამ აი რაღაცნაირად ისე ჩაიბეჭდა ჩემ თავში ეს მომენტი. მან მე რაღაცას მივხვდი, ანუ გადაღებაზე. მაგალითად რას მივხვდით? რომ არ იყვნენ ეს ბიჭები ბედნიერები, რომ მოდიოდნენ, წუხარები იყვნენ. მან მივხვდი, რომ მან ბევრ რაღაცას მივხვდი ძალიან, ეს თქოს ასე ძალიან დიდად არ მინდა, იმიტომ რომ ჩემ ემოციებზე აკავშირდა, არ მინდა რაღაცნაირად ესე მიებას. იყო კიდევ სხვა კადრებიც, რაც აი თქვათ, კინოდათ რო გადაგიღოთ, მაგრამ ერთადერთი ეგ არის, რაც მახსოვს ომის თუ ამ შემთხვევაში ოპერაკავთ 2008 წლის ომზე, ეს ბიჭების კადრები მახსოვს. თან ცოტა ნანობ კიდე სენქემ გადამეღო და ამიტომ არ ვიცი ეს ბიჭები ასოცხლები არიან, არ არიან, მე რა მოვიდათ. ალბათ უნდა გადამეღო. ეხლა ჩემი გამოცდილებით რო ყოფილიყავი მაშინ, ალბათ გადავიღებდი, მაგრამ მაშინ იმ მომენტში ესე გადავწყვიტე. იმ მომენტში ეს კამერა ჩემთან ერთად მოძრაობდა და იმ განცდებში იყო როგორშიც მე. ამიტომ ეხლა რომ ვუყურებ იმ გაფუჭებულ კადრებს, რომლებიც შეიძლება უკეთესი ყოფილიყო, აღარ ვთვლი ეგრე რომ გაფუჭებულად, ეს არის ჩემი მომენტისთვის ემოციური განწყობა, რომელიც მაშინ მქონდა. თბილისში რო დაბრუნდით? თბილისში დავბრუნდით, შემოვედით ქალაქში. ქალაქში ესეთი სიჩუმე სრულიად, მანქანები ძალიან ცოტა მოძრაობდა. გავაჩერე ტაქსი. ყოფილი მექანიკურად, ესე ხდება რა, დავუფიქრებ და აჩერებ ტაქსი, ჭდები, მესამარცევნები და ვეუბნები რომ მე ხა მოვდივარ გორიდან და ომი მიყვანა ტაქსმა ფული არ გამომართვა რა თქმა უნდა. იმიტომ რომ იმ მომენტში ყველა რაღაცნაირად ერთმანეთს ვისაც რა შეგვეძლო იმას ვაკეთებდით. აი რომ დავწექი ლოგინში 3 დღე არ ამდგარ ვარ. ვიწექი 3 დღე ლოგინში. სრულიად შოქში ვიყავი და მაკანკალებდა. 3 დღე. აი და მახსოვს ესეთი კადრები, ესე ცუდა თუ არ წევარ, ეს ფოტოები ვინ მოდის, ვის მიაქვს, ერთ მექანიკურად ვაკეთებ, ლეპტოპი მიდევს და ვიღაცებს ვუწერ დისკზე ვატან, ვიწერ, ვატან. რომ ანუ არ ეხლა თქო სხვა გამოსილება მაქვს, მაგრამ იმ მომენტში ჩემი ეს მდგომარეობა ბევრად უფრო ჩემთვის ეს იყო რა, იმიტომ რომ მე გავიაზრე თუ სად ვიყავი, რას ვაკეთებდი და რას გადავურჩი.
დაგჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება? კი, ეს ძალიან პირველ რიგში რომ გაიაზრო რომ გჭირდება ფსიქოლოგის დახმარება, ეგ ძალიან დიდი ნაბიჯი აღმოჩნდა. მივედი და აი სულ ფიქრობ რომ არ მივსულიყავი რამე შოლებოდა. აი რომ მივედი, 2 დღე, 2 სეანსზე ვიყავი, მართლა 2 სეანსზე ვიყავი. და მითხრა მეორე სეანსზე რომ შენ მესამე აღარ დაგჭირდებაო. გამიკვირდა ხარ ან არ შეიძლება არ დამჭირდეს თქო და მართლა არ დამჭირდა იცით რას გულისხმობ? რა მოხდა იმ სეანსზე? აი მომეშვა კი არა ცხოვრებას გაგრძელება დავიწყე რა. ანუ მივხვდი მაშინ გავიაზრე რამდენად მნიშვნელოვანი პროფესიაა ფსიქოლოგია თან პოსტ ტრავმულ გარემოში როცა ხდება. ანუ როცა უკვე ტრავმა გადაიტანე და გჭირდება დახმარება. ეს უნდა იცოდე რომ აუცილებლად გჭირდება დახმარება. იმიტომ რომ შენ რო გონია რა ხა ძალიან მაგარი ტიპი ხარ და წახვედი და რაღაცები გააკეთე, გადაიღე. მე მთელი ქალაქი მოიცვა ამ ფოტოებმან და იყო უზარმაზარი აქციები ამ ყველაფერს გავიგებ, მაგრამ ექიმი არის იყო რაიმე თქვა დიაგნოზი, თქვა ეს არ მიკითხავს, მიცოდია ძალიან ცუდად ვიყავი და მივედი. და მე მახსოვს რომ გავიღვიძე, მეორე სეანსში დავამთავრე რომ გავიღვიძე, უკვე დავიწყე მუშაობა. უკვე დავიღე კამერა, უკვე დავიწყე ადამიანების გადაღება და რეალურად არც გავჩერებულ ვარ იმის შემდეგ, ამ კონფლიქტს ძალიან დიდი ხანი ვიღებდი. ჩვენ კი ვეძახეთ 5 დღის ომს, მაგრამ ეს ომი ძალიან დიდ ხანს გრძელდება. ეს გრძელდება ადამიანებში, ეს გრძელდება ოჯახებში. და შემდგომ უკვე ძალიან ბევრი დასახლებებში მიწევდა გადაღებები, ანუ მათი ცხოვრების პირობების გადაღება, თუ მენტალური, თუ ასე და უამრავი. მოდით თქვენ ძალიან საინტერესო რაღაცები მოყევით და მინდა რომ აუცილებლად ნახოთ სიუჟეტი, რომელიც მომზადდა ნია ტყეშელაშვილმა. ერთად თვალ მივადენოთ და ისე დავბრუნდეთ. ამ პროფესიამ თვითონ ამირჩია მე. მე ამ ფოტოგრაფიამ აღმოჩენინა რომ ჩემს ირგვლივ სამყარო ძალიან საინტერესოა და მრავალფეროვანი. ამაში შესაბამისად ფოტოგრაფიული პროფესიას დამეხმარა, როგორც მე ვიყავ ფოტორეპორტიორი საინფორმაციო სააგენტოში. ამ პროფესიამ დამანახა ის სამყარო და პირველ რიგში საქართველოს, სადაც ცხოვრობ და ალბათ ეს პროფესია არის ერთადერთი რომელმაც არც მაფიქრებინა სადმე წასვლა რომ მეცხოვრე, იმიტომ რომ აქ იმდენ ინფორმაციას ვიღებდი და ისეთი საინტერესოა ჩემი ყოველდღიურობა, რომ ხანდახან ჩემი თავისაც მშურს. ეს პროფესია ჩემთან ერთად იზრდება, ეხლა რომ ვიყურებ ძველ ფოტოებს და შენთან ერთად ვითარდება და შენ სამ ფოტოებით ხვდები თუ სად იყავი და დღეს სად ხარ. ფოტოებს განსაკუთრებით ძალიან ეტყობა ეგ ასაკი. იმიტომ რომ და ამიტომაც ძალიან მიყვარს მუშაობა სტუდენტებთან, იმიტომ რომ მათი ფოტოები უფრო ისეთი ნარნარი და ფოტოგრაფია საერთოდ ახასიათებს რომ ტექნოლოგიებთან ერთად ფოტოგრაფიას ვითარდება. ნახეთ როგორ რაღაცა თავიდან ფოტოგრაფია არ იყოს ესეთი ფორმის, როგორც ახლა ჩვენ აღვიქავთ, რომ ეს არის უმეტესობა ვიღაცები აღვიქავენ ხელოვნება, ვიღაცები აღვიქავენ არახელოვნება, ასე შემდეგ, ანუ რაღაცა ბევრი სალაპარაკო გახდა ფოტოგრაფია, ბევრისთვის მრავალფეროვანი. მაშინ ესე არ იყო, ტექნოლოგიებთან ერთად ვითარდება ფოტოგრაფია. მე ვმუშაობდი ბნელ ოთახში, dark room-ში, ანუ რომ გადავიღებდი, მე ამ ფირს ვიღებდი, მე თვითონ ვამჟღავნებდი. გამჟღავნებულისგან მე ვაკეთებდი კონტაქტებს. აი ესეთი რაღაცა არის ეს ფირი, მე ფირი იდება გამაშუქებლის ქვეშ, შუქდება და პატარა ესეთი ზონის ფოტო გამოდის, რომელსაც პატარა კადრებია და იოლად შეგიძლია დაინახო რა არის. მე ვარჩევდით ამ კადრს, დევდით გამადიდებელში და ესე ვაშუქებდით და ვიღებდით ფოტოს. ანუ როცა მივიდოდი გადაღებაზე, მე თვითონ ვიღებდი, მე თვითონ ვამჟღავნებდი, მე თვითონ ბეჭდავდი და მე თვითონ მიმქონდა რედაქციაში. ეს იყო ძალიან საინტერესო. დიდი ხნიანი პროცესი იყო, ამიტომ ფოტოგრაფია ესეთი ჩქარი და დაჩქარებული არ იყო როგორც დღეს.
ძალიან საინტერესო იყო. დიდი მადლობა ნიას ამ სიუჟეტისთვის. ჩემთვის როგორც ცნობილია, თქვენ უკრაინაშიც წახვედით. რა დაგვხვდათ იქ? იგივე სიტუაცია იყო, იგივე ემოციები იყო. ჯერ ეს ამბავი რომ დაიწყო, ალბათ 100-ჯერ მეტ ემოციურ სტრესში ვიყავი, ვიდრე როცა გორს ვიღებდი. ეხლა რატო? იმიტომ რომ უკვე გაზრებულად დავინახე რა ხდებოდა იქ. აი ეხლაც გიდგათ. რომელი ქალაქი იყო ეს? ჯერ 2 დღე-ღამე ვიყავი გზაში. 2 დღე-ღამე სანამ ჩავედი კიევამდე. როდის ჩახვალ, ესე არ იცი. ანუ შენ კი მიდიხარ, მაგრამ იქ როდის ჩახვალ ხო, ეს არის. არავინ სიტუაცია შეება ბომბა მიმდინარეობს და ამ დროს გააჩერა მატარებელი ნახონ უსაფრთხოა თუ არა მან მატარებლის მოძრაობა, შემდგომ მრთავენ ნებართვას. ეს მიდიხარ უსასრულოდ. ანუ შეიძლება 6 საათი ჩახვიდე, შეიძლება 16 საათი ჩახვიდე. და კიევში რომ ჩავედი, აი ეს შეგრძნებები, აი ეს გორის, აი ეს სიმძიმე ჰაერის, აი ეს რაღაც აი ეს მუცით ესეთი ჩამქრალი გერები. მეორე დღეს წავედი უკვე ბუჩასკენ, იმიტომ რომ ბუჩა იყო ჩემი აუცილებლად სანახავი ადგილი გულისხმობ. ეს არის ადგილი, რომელმაც შემმარყია სრულიად. რა დაინახეთ იქ? იქ დავინახე არაფერი. ქალაქი იყო გასუფთავებული, გაწმენდილი. დავინახე ეს ეკლესია, რომლის ეზოშიც იყო ეს სამარხი ნაპოვნი, სადაც ამდენი ხალხი იყო დამარხული, ბავშვები, ქალები. დავინახე ჯვარი, რომელთანაც მუდმივად ახლდება ამ ბავშვების მოტანილი სათამაშოები, რომელიც წვიმს, თუ თოვს ამ სათამაშოებს აწვიმს. მიახლოებით ის ადგილი, სადაც იყო ეს და ამ ყველაფერს იხსენებ და ამ ყოფს გახსენება თავისთავად არ გინდა. მაგრამ ეგ არის ის ცხოვრება, რომელსაც გადიხარ და რომელთაც ცხოვრობ და სულ ფიქრობ რა შეიძლება გააკეთო. რა უკეთესობისკენ შეცვალო რამე არ ვიცი, მაგრამ ფაქტი არის რომ მარტო პროფესია უკვე აღარ გშველის მანდ. ესეთი მომენტები იმდენად გცვლის რომ მანამდე კიდე სხვა ადამიანი იყავი. ამიტომ არის რომ მუდმივად ხარ ამ ციკლში შენი თავის გადარჩენის და შენ თავის აღმოჩენის კიდევ იმ შეგრძნებების ან იმ მომენტების, რომლებიც ადრე არ გიფიქრია, რომ გააქვს ან შეგიძლია. იმ მომენტებში მაინც ახლა გულის სიღრმეში ალბათ ბრაზის განცდა გექნებოდათ, ხო? იმიტომ რომ იგივე მტერი და ძალიან რაღაც მოაქვს რა. მოაქვს მაგალითად შეგრძნება, რომ დაუცველი ხარ. ეცით რა საშინელი გრძნობაა ეს, აი ძალიან საშინელი გრძნობა, იმიტომ რომ არაფერი აღარ ხარ, არაფერი არ ახლა შენ და არაფერი არ არის ისაც ჩვენ აკეთებ. გაგიახდათ ის გორის ტრავმა? კი, ბევრად მეტად, იმიტომ რომ ეხლა ამ ეტაპზე დღეს შვილი მყავს და მანამდე მე შვილი არ მყავდა. მე როგორც ვიცი, თქვენ ახლა ასწავლით სტუდენტებს ფოტოგრაფიას. კი. მე დიდი ხანია ვასწავლე სტუდენტებს ფოტოგრაფიას, სადღაც 2005 წლიდან. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩემი სტუდენტების, იმიტომ რომ იმდენ რამეს ვსწავლობ მათგან და მუდმივად ესენი მეხმარებიან, რომ ვიყო რაღაცნაირად ესე რომ ვთქვათ თანამედროვეობის ციკლში. მე მინდა ახლა მაინც ბოლო ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დაგისვათ. ნუ მეტნაკლებად ახლა თქვენ მაინც ქვიათ ომის ფოტოგრაფი. მაგრამ მარტო ჩვენს ტერიტორიაზე, სხვის ტერიტორიაზეც და თქვენ ძალიან ემოციურად აღწერეთ კადრები ჩვენთანაც უკრაინაშიც. მაგრამ მაინც საბოლოო კითხვა მინდა დაგისვათ, აი როგორ გადარჩით? პროფესიამ გადაგარჩინეთ. პროფესია, მარტო პროფესიამ გადამარჩინა. და ამ საქმის მიმართ ძალიან დიდმა სიყვარულმა და რაღაცა ასე ვთქვათ, იქიდან ფოტოგრაფიის მხრიდანაც ძალიან ბევრი რაღაც, ანუ აი ძალიან ბევრჯერ გადამარჩინა მართლა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში სტუმრობისთვის, ემოციების გაზიარებისთვის, იმ კადრებისთვის, რომელიც გადაიღეთ. საოცარი თხრობელი ხართ და მინდა რომ ძალიან ბევრი წარმატება გისურვოთ თქვენს ამ პროფესიაში. დღეს მომგიყვეთ თემა, რომელიც არის ძალიან საინტერესო და ძალიან ბევრ თქვენგან შეიძლება აწუხებდეს და თემა ეხება უშუალოდ შებერილობას.
საქმე შეერს რომ შებერილობა გარდა იმისა რომ თქვა საკმაოდ უხერხული მომენტია ასევე ძალიან შემაწუხებელიც არის იმიტომ რომ როცა ეს აირები გროვდება ხოლმე ნაწლავებში და ეს ნაწლავები გაივსება მეთანით, ინდოლით, კატოლით და ასე შემდეგ, სხვა აირით, საბოლოო ჯამში ადამიანს უკვე მოცერით ტკივა და სანამ ამ აირებს არ გაათავისუფლებს, მანამდე ეს დისკომფორტი მთელი დღის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. მე მოდის ხოლმე კლინიკაში და გვეკითხება, ექიმო, შებერილობა მაქვს, როგორ მოაგვარო ის? საქმე შეერს რომ შებერილობას აქვს საკმაოდ ბევრი მიზეზი. მაგრამ ახლა მე მინდა გითხრა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული მიზეზი მისი. ეს არის არასრულფასოვანი მონელება საკვებისა. როცა ჩვენ რაღაცას მივირთმევთ, ხომ, ის მირთმეული ჩვენს ორგანიზმში უნდა მოინელოს საკუთრივ კუჭმა და ასევე წვრილმა ნაწლავმა. მაგრამ თუ ჩვენ რაღაცა მიზეზის გამო ან ვერ ვინელებთ, იმიტომ რომ თქვა ფერმენტების საკმარისი რაოდენობით არ გვაქვს, ან მათ ვერ შევიწოვთ, იმიტომ რომ შეწოვის ხარისხი ქვეითდება ნაწლავის ართებითი დაავადებების გამო, აი მაგ შემთხვევაში უკვე ეს საკვები პროდუქტები, რაც ჩვენ ვერ მოინელებთ, გადაუშვათ მსხვილი ნაწლავში. და მსხვილი ნაწლავში ახლა უკვე მას მოინელებს საკუთრივ სოკოები და პროკარიოტები. და ისინი როცა მოინელებენ, ხომ, იმის გამო რომ მათ არ აქვთ მიტოქონდრიები, ბოლომდე ვერ შლიან მათ. ამიტომ მიიღება ძალიან ბევრი აირი. და ეს აირები მე ადამიანს უკვე აწუხებს. ან როგორც უკვე მეხვდი, აირების დაგროვების წამყვანი მიზეზი რა ყოფილა? მოუნენებლობა, ხომ? ანუ რაღაცა ფერმენტი არ გვაქვს, ან ვერ ვიწოვთ და სწორედ ამიტომაც არის რომ ეს გვაწუხებს მიღებული საკვები. ეხლა შეიძლება კითხვა, მაინც რომელი საკვებია წამყვანი მიზეზი შებერილობისა? მოდიობა ვიფიქროთ ერთად, აი რა გაგახსენება პირველ რიგში. მე ჩამოგითვლი რამდენიმე მათგანს, ამიტომ თუ შებერილობა გაწუხებს, ეცადე დააკვირდე, ხომ არ იღებ მათ და თუ იღებ, ეცადე რომ ისინი ეტაპობრივად შეამცირო და ნახავ რომ თურმე ერთ-ერთი მათგანის შემცირებით ან სრული ამოღებით შეიძლება სულ მოიგვაროს შებერილობა. აბა დააკვირდე რომ საკვებზე საუბარი, როგორც წესი, ყველაზე ხშირად საქმე ეხება პოლისაქარიდებს. ან ახსოვდეს საუბარი. პირველ რიგში საკვები რომელიც რომ იწვევს შებერილობას, ეს არის საკუთრივ ლობიო. გაგახსენება ის, იმიტომ რომ მას საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიხმარ. შეიძლება ეხა მითხრა ლობიოს მაინც არ ვჭამო, მაგრამ შეიძლება მიირთმევდე რძის პროდუქტებს. აქ ნებისმიერი მოიაზრება, აქ არ მოიაზრება მაინც მარტო რძის დალევა, ანუ მათ შორის შეიძლება იყოს ყველი, თქვა, კარაქი და ასე შემდეგ. მოკეთო თქვა რძის პროდუქტები. გარდა ამისა, ხახვი. შეიძლება ხა მითხრა მე ესე პირდაპირ ხახვს არ ვჭამო, მაგრამ საჭმელში ხო აყრი? ხო? აი თქვა რაღაცის შეწვის დროს, რაღაცის მოხარშვის დროს ხო იყენებენ, ასე რომ ხახვიც ასევე წამყვანი მიზეზია შებერილობისა. იქვე ნიორიც, ანუ ეგეც არ გამოგჩეს. გარდა ამისა, საკუთრივ ბოლოკი. ბოლოკის, ну ეხლა ჩვენში მაინც პოპულარული არ არის, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს შებერილობის მიზეზი. მაგრამ იცი რა არის ჩვენთან პოპულარული და რა შეიძლება იყოს წამყვანი მიზეზი შებერილობისა? კარტოფილი. ხო? არ შეგეშალა. კარტოფილი ასევე წამყვანი მიზეზია შებერილობისა და ქეშიო. გარდა ამ პროდუქტებისა, რაც ახლა ჩავთვალე, ბროკოლი შეიძლება ასევე შევიყვანოთ ამ ჩავნათვალში. საქმე მას შეერს რომ აი ხა ჩვენ რაც ახლა ვთქვით, ამათ შორის ალბათ უფრო კარტოფილი იქნება წამყვანი, ხახვი, ნიორი და რაღა დარჩა ხო ლობიო. ეს არის უფრო წამყვანი რაღაცები და რძის პროდუქტები. ანუ შეიძლება ითქვას რომ აქედან ყველას თითქმის ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ. საქმე მასში არ არის რომ ჩვენ ხა ყველა ეს უნდა ამოვიღოთ და აღარ უნდა შევჭამოთ. არა, საქმე მასში არის რომ აქედან ერთ-ერთს რაღაცნაირად ვერ ვინელებთ და რა მას ვერ ვინელებთ, ამიტომაც არის რომ მე შებერილობა გვაწუხებს, მაგრამ როგორც კი შენ იმ საკვებ პროდუქტს ვთქვათ შეამცირებ ან ამოიღებ, ნახა რომ შებერილობა სულ გაივლის. კარგი, ახლა მოდი წარმოგიდგეთ მეორე სიტუაცია. თქვა შენ ისინი ამოიღეს სულ არც ერთ მათგანს, ნუ აღარ მიირთმევ კარტოფილს, აღარ ჭამამ რძის პროდუქტებს, მოგეთ, ხარ კაფიოთ, რა ვიცი, დაიცავი ყველა წესი და ჩამოშორდი, მაგრამ მაინც გაწუხებს შებერილობა. რა უნდა ივარავდო? თუ ამ სიტუაციაში შებერილობა მაინც გაწუხებს, მოდი მე ჩამოგითვლი სამ წამყვან დაავადებას, რაც შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში შებერილობის მიზეზი. ანუ აქ უკვე საუბარი იქნება უშუალოდ დაავადებებზე. მაგ შემთხვევებში თქვენ რაც არ უნდა მიირთვათ, ნებისმიერ საკვებზე იქნება შებერილობა. ამ სამ დაავადებას შორის ალბათ უფრო გამოვიყვანდი პირველ რიგში გაღიზინებული ნაწლავის სინდრომს, ეს იქნება ალბათ უფრო წამყვანი მიზეზი. მეორეზე დავწერდი ალბათ უშუალოდ ცელიაკიას, რომელიც შეიძლება გონია რომ არ გაქვს, მაგრამ რაღაცა ხარისხით გაწუხებდეს და მესამე შეიძლება იყოს სწორედ რომ რძის აუტანლობა. ანუ აქ საუბარი უშუალოდ ლაქტოზის აუტანლობაზე. ასე რომ ამ სამი დაავადების გამორიცხვა აუცილებლად გრის თუ შებერილობა შენ ცხოვრებაში აი აუცილებელი სიმპტომია. მოდი ახლა ჩვენ ჩავთვალოთ რომ ეს დაავადებები არ გვაქვს და უბრალოდ საკვებს ვერ ვინელებთ. მაგ შემთხვევაში როგორ მოვაგვაროთ ის? ნუ ახლა ადამიანს უნდა ხახვი ჭამოს, ხდები ან რაღაცა საკვები გააკეთა და ხახვი თუ არ ჩააყარეს, ნუ გემოს ვერ უგებს. მაშინ როგორ მოვიქცეთ ჩვენ რომ ადამიანმა საკვებზე უარი არ თქვას და იმ ყველაფრის მონელებას მოახერხოს. ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ უკვე გამოვიყენოთ საკუთრივ დამხმარე ფერმენტები. ზოგადად შებერილობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში და საზღვარგარეთ ზოგადად ტიპურად ხდება ხოლმე სიმეთიკონით რა, ანუ არის უამრავი მედიკამენტი, რომელიც შეიცავს აი ამ სიმეთიკონს სხვადასხვა დოზებით, მას სვამენ ხოლმე და ვითომ შებერილობა გვარდება. ამით შებერილობის მიზეზი არ გვარდება, გვარდება უბრალოდ შედეგი, აირების საკუთრივ მოცულობა, მაგრამ არა უშუალოდ მიზეზი. ასე რომ ერთ-ერთი კიდევ გზა
კარგი გზა, რაც შეიძლება გამოვიყენოთ შრაიებ შეფერილობის წინააღმდეგ, ეს შეიძლება იყოს საკუთრივ დამხმარე ფერმენტები. და მე აქ მინდა გაჩვენო საკუთრივ digestive enzymები ultra. ასე ქვია საკუთრივ ამ დანამატს, რომელიც შეიცავს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, თითქმის ყველა იმ საკვების მომნელებელ ფერმენტებს, რასაც ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ. საკუთრივ ცილებისთვის შეიცავს პროტეაზებს. ძალიან ბევრს. საკუთრივ ნახშირწყლებისთვის, რომელიც წამყვანი მიზეზია ხოლმე შეფერილობისა, შეიცავს საკუთრივ ამილაზას, ასევე შეიცავს ვთქვათ გლუკოზიდაზებს, შეიცავს საკუთრივ ცელულაზას და კიდევ ბევრ სხვას, მათ შორის ლაქტაზას. რაც შეეხება უშუალოდ ცხიმებისთვის, შეიცავს საკუთრივ ლიპაზას. იმის გამინდა რომ აქ თითქმის ყველა ის ფერმენტია, მათ შორის ცელულაზა, რომ ჩვენ თითქმის ყველა ის საკვები მონელოთ საკუთრივ წვრილ ნაწლავში, რომ სხვისში უკვე განსაყვანი აღარაფერი დავრჩეს და იქ არსებულმა სოკოებმა და პროკარიოტებმა ვეღარ მოახერხონ აირების წარმოქმნა. მე ვადირი დაგჩებით თუ ამ რჩევებს კიდევ ერთხელ ყურადღებით მოვუსმენ, თავიდან ბოლომდე კარგად გაიაზრებ და ასევე გავუსერებ სხვებსაც. ჩვენ შევხვდებით მომდევნო შაბათს ყოველთვის საინტერესო და პრაქტიკული რჩევებით. აბა დროებით.